გამარჯობათ, მე გეტყვით ახლა რატომ დაიწყო ომი ავღანეთში. მოგეხსენებათ 79 წელს მოხდა რევოლუცია ირანში, ირანის შაჰი ჩამოაგდეს და ზოგადად ირანის შაჰს და ზოგადად მსოფლიო სამეფო ოჯახებს კურირებს ინგლისის დედოფალი. და ირანიც ინგლისის გავლენის ქვეშ იყო, მაგრამ როდესაც მოხდა რევოლუცია და ისლამისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, იგი გადავიდა საფრანგეთის გავლენის ქვეშ და საფრანგეთის გავლენის ქვეშ იმყოფება დღემდე. შეიქმნა საშიშროება, რომ ირანი, ავღანეთი, პაკისტანი შეიქმნებოდა ესეთი მუსულმანური სარტყელი და თქვენ დააკვირდით რუკას, ავღანეთი ამ სარტყელს შუაში ყოფს, ასე ვთქვათ. და საბჭოთა ჯარების შესვლამ ავღანეთში გამოიწვია ის, რომ ეს გეგმები ჩავარდა. საბჭოთა კავშირი, ანუ რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მოგეხსენებათ, რომ მოკავშირეები იყვნენ, არიან და იქნებიან მომავალშიც. და ამან საბოლოოდ სულ ცოტა ხნის მოვლენა დაადასტურა, როდესაც ამერიკამ აუარება იარაღი დატოვა ავღანეთში, როგორც მახსოვს 22,000 მარტო ჰამერი დატოვეს, ბრონემანქანებიც, ვერტმფრენები, თუმცა არაფერი არ უშლიდა იმას, რომ ეს შეერაღება იქიდან გამოეტანათ. და იმაზე საუბარი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რაღაც შეეშინდა და იარაღი მიატოვა, გამოიქცნენ, ეს რაღაცა ბავშვური თეორიებია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუტოვა თავისივე შექმნილ მთავრობას იარაღი და სხვათა შორის რუსეთმა აღიარა თალიბანი. გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, გააზიაროთ, გააკეთოთ დონაცია და აფინანსოთ არხი შემდგომი განვითარებისთვის და გვირდებით, რომ თქვენი აზროვნება უფრო საინტერესო გახდება.